იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. 2017 წლის მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, იმერეთში მცხოვრებთა ოდენობა 514,400-ს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს მონაცემი 442,300-მდე შემცირდა. მოსახლეობის კლების ტენდენცია შეინიშნება ზესტაფონშიც. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადამიანები საცხოვრებლებს გაჭირვებისა და უსამსახურობის გამოტოვებენ. უჭირთ ხალხს სამსახურები არ არის, პურის ფული არ აქვთ, ამბობენ ისინი. უჭირთ ხალხს, პურის ფული არ აქვს. სამუშაო ესენი კი იძახეოს, უმუშევრები არ ყავს გარბის ხალხი რომ ორი კაბე კი იშოვოს და ოჯახი არ ჩინოს. რაკნან თორე ყველას უნდა თავის ოჯახში და თავის შვილებში იყოს, ხო? ძალიან მაწუხებს მეც ეგ საკითხი და ფიქრობ, რომ დაუსაქმებლობა. სამსახურები არ აქვს, ხალხსა იძულებულები არიან, სოფელიც მეატოვონ, ყველაფერი მეატოვონ. იცლება ასევე ქვეყანა. ფული ხელფასი არ არის, არაფერი არ არის, გარბი მიდე. ჩემი შვილები ყველა წასულები არის. და რა არის ამის მიზეზი? რა არის და გაჭირვება აქ არ არის იმნაირი პირობები, რომ რამე გააკეთონ და მიდიან სხვა ქვეყნებში და ცოტა უკეთესად აკეთებენ რაღაცას. ეს ცხოვრებისეული ალბათ ასე გონიათ, მაგრამ იქ უკეთესი პირობებია, თავის პირობების გასაუმჯობესებლად მედის. მაგრამ საქართველოში თუ უფრო მეც მოვინდომებთ, სამუშაო ადგილიც იქნება და ის რომ დასაქმების საშუალებაც არის აქ ჩვენთან და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც იქ გადავიხვეწოთ შორეული მაშინ ბევრი არაფერი მოუტანია მაგათ ჩვენთვის არც იმ ევროპას და არც იმ ამერიკას მოუარო ჩვენ საქართველოს და მივხედოთ აქ ერთმანეთს და ერთმანეთის გატანა ვისწავლოთ რაც მთავარი არის გატანა ერთმანეთის და ვაცალოთ სულის ამოსუნთქვა ვაცალოთ და ვიყოთ ეროვნულები. მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ეკონომიკურთან ერთად ასევე განაპირობებს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. შემცირებულია ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება, რომელსაც გარდაცვლილთა ოდენობა აჭარბებს. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ოდენობამ დაბადებულთა რიცხოვნებას პანდემიის წლებში გადააჭარბა. შემდეგ წლებში კი გარდაცვალების მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად ბუნებრივი მატება უარყოფით ნიშნულზე შენარჩუნდა. და ბოლოს ოფიციალური ინფორმაციით 2012 წელს ზესტაფონში 59,300 ადამიანი ცხოვრობდა. 2021 წელს მოსახლეობის ოდენობა 55,100-მდე შემცირდა. 2022 წელს კი 54,300 გახდა. ჩვენ დაუკავშირდით სტატისტიკის სამსახურს ბოლო აღწერის მაჩვენებლის მოპოვების მიზნით. როგორც გვითხრეს, მონაცემები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ის ივნისისთვის ბოლოს გამოქვეყნდება.